რატომ ჭიანურდება სამშვიდობო მოლაპარაკება ირანსა და ამერიკას შორის? დიდი განხეთქილება თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში. რატომ აკეთებს კანადაში სეპარატიზმს ტრამპის მთავრობა? ადამიანი, რომელიც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იმპერიას დაუპირისპირდა. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. სამი თვეა, რაც ირანულ-ამერიკული სამხედრო კონფლიქტი მძვინვარებს. აქედან ერთ თვეზე მეტია, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკების არაერთი მცდელობა იყო, მაგრამ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან ხშირად ირღვევა. მხარეები ერთმანეთს მტრულად და უნდობლად უყურებს. ვაშინგტონი და თეირანი ურთიერთ გამომრიცხავ და მუქარით სავსე განცხადებებს აკეთებს. საუბრის ტონი მათ შორის ხანდახან რბილდება, რადგან ორივე მხარე სურს შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არა საკუთარი სახისა და ღირსების დაკარგვის ხარჯზე. ირანის მხარე ხშირად ცვლის მოთხოვნებს, რაც იმას ბრალდება, რომ დღეს ქვეყანას არ ჰყავს ერთი ძლიერი მმართველი. 10 წლეულების განმავლობაში ირანში ძალაუფლება ერთი ადამიანის, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ხელში იყო კონცენტრირებული, მაგრამ მისი მკვლელობის შემდეგ თეირანში გადაწყვეტილების მიღების პროცესის დეცენტრალიზაცია მოხდა. ქვეყნის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი ხამენეის შვილია, მაგრამ მოჩთაბა ხამენეი ამერიკისა და ისრაელის ავიაშეტევების დროს მძიმედ დაიჭრა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, თუმცა ის ხშირად აკეთებს ოფიციალურ განცხადებებს ირანის მასმედიით. ისრაელის დაზვერვა ეჭვობს, რომ ეს განცხადებები მას არ ეკუთვნის. ჭრილობის მიღების შემდეგ ის თითქმის აღარავის უნახავს. ისრაელის საიდუმლო სამსახურის მოსადის აზრით, ირანის მართვის სადავეები ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ხელმძღვანელობამ ჩაიგდო ხელში. ეს ელიტური არმია მუდამ ირანის უზენაესი ლიდერისა და ისლამური რევოლუციის საყრდენი ძალა იყო და არის. კონფლიქტის პირველივე დღიდან გუშაკთა კორპუსმა გვერდზე გაწია რეფორმატორების ბანაკი და ქვეყნის გადამწყვეტ ძალად იქცა. ერთ-ერთი სამხედრო შეტევის დროს გუშაკთა კორპუსის მეთაური მუჰამედ პაკპური სასიკვდილოდ დაიჭრა. ახლა ირანის ელიტურ არმიას პაკპურის ყოფილი მოადგილე აჰმად ვაჰიდი ხელმძღვანელობს. მისი გავლენის ქვეშაა უსაფრთხოების საბჭოს ახლანდელი ხელმძღვანელი მუჰამედ ზოლკადრი. მანამ თანამდებობაზე ლარიჯანი შეცვალა. შეგახსენებთ, გავლენიანი პოლიტიკოსი ლარიჯანი ამერიკის ერთ-ერთი ავიაშეტევის დროს დაიღუპა. ლარიჯანი ცნობილი იყო როგორც გამჭრიახი და პრაგმატული პოლიტიკოსი. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ყოფილი გენერალი ზოლკადრი კი მხოლოდ მკაცრი სამხედრო პირია. ამერიკელებთან მოლაპარაკების პროცესს ირანის პარლამენტის სპიკერი მუჰამედ ბაქირ კალიბაფი ხელმძღვანელობს. ის ასევე შუამავლის როლს ასრულებს ირანის ძალაუფლების ცენტრებს შორის. მიუხედავად მისი ნომინალური სამოქალაქო თანამდებობისა, კალიბაფი ირანის მმართველი ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ელიტის განუყოფელი ნაწილია. ის ამ ელიტის ერთადერთი წევრია, რომელსაც სამხედრო გამოცდილებაც აქვს და პოლიტიკურიც. ირანის მმართველი ელიტის წევრია ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტიც მასუდ ფეჟესქიანიც. მაგრამ ირანულ-ამერიკული კონფლიქტის დაწყების შემდეგ მისი გავლენა პოლიტიკაზე ძალიან შესუსტდა. ფეჟესქიანი, ისევე როგორც ირანის ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი, რეფორმისტების ბლოკს წარმოადგენს. ფეჟესქიანი ქვეყნის მმართველობაში ადმინისტრაციულ როლს ასრულებს, ანუ მთავრობის ყოველდღიურ საქმეებს განაგებს, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ომსა და დიპლომატიაზე, საბოლოო გადაწყვეტილებები სხვა ცენტრში, კერძოდ გუშაკთა კორპუსში მიიღება.
ამგვარად ეჭვგარეშეა, რომ ამჟამად ირანის ბედს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ხელმძღვანელობა განაგებს. გავლენა ქვეყნის მართვაში სხვა ცენტრებსაც აქვს, რომელთა შორის საკმაოდ ხშირია უთანხმოება. ექსპერტების აზრით, ამერიკასთან მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ იმიტომ მიდის ასეთი შეფერხებებით, რომ გუშაკთა კორპუსის ხელმძღვანელობას უკავია ქვეყნის მართვის სადავეები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ირანსა და ამერიკას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს სწორედ ამ ირანული ელიტის რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები ამოხრუჭებს. დასკვნა ასეთია, თუ ირანის სამხედრო ელიტა რადიკალურ პოლიტიკაზე უარის თქმა შეძლებს, არ არის გამორიცხული, რომ მშვიდობის გზას გამოჩნდეს. თურქეთის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ქემალისტური პარტიის შიგნით დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა. ანკარის სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ დაპირისპირება შიდა პარტიულ კრიზისად აქცია. სასამართლომ პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა. სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ ქემალისტური პარტიის 2023 წლის ყრილობა და ყრილობაზე ჩატარებული არჩევნები დიდი დარღვევებით წარიმართა. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო პარტიის ლიდერად ოზგურ ოზელის არჩევა და თანამდებობაზე პარტიის წინანდელი ლიდერი ქემალ ქილიჩ დაროღლუ აღადგინა. ოზგურ ოზელმა და მისმა მომხრეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღიარეს და ქემალ ქილიჩ დაროღლუ პარტიის ოფისის შენობაში არ შეუშვეს. მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედა და ძალის გამოყენებით ოზგურ ოზელის მომხრეები შენობიდან გამოაძევა, რასაც ქუჩაში დაპირისპირებულ მომხრეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ასე წარმოიშვა ეს მწვავე პოლიტიკური კრიზისი ქემალისტურ პარტიაში, რითაც თურქეთის მთავრობა, განსაკუთრებით კი ერდოღანი, ფრიად კმაყოფილი დარჩა. კრიზისმა შესაძლოა საბოლოოდ გახლიჩოს ოპოზიციური პარტია. ოზგურ ოზელის მომხრეების თქმით, ქემალ ქილიჩ დაროღლუმ თავისი 13 წლიანი პარტიული ლიდერობის დროს ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ოზგურ ოზელის ხელმძღვანელობით კი ქემალისტურმა პარტიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მთავრობას. კრიტიკის მიუხედავად, ქემალ ქილიჩ დაროღლუ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც პოლიტიკური მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო. ახლა მთავარი ყურადღება თურქეთის უზენაეს სასამართლოზეა გადატანილი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დარჩეს თუ არა ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას გააუქმებს, ოზგურ ოზელი პარტიის ხელმძღვანელობას დაუბრუნდება. თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მაშინ კრიზისიდან ყველაზე რეალისტური გამოსავალი პარტიის ლიდერის ხელახალი არჩევნები იქნება. ოზგურ ოზელი არჩევნების გადაუდებლად ჩატარებას ითხოვს. ქემალ ქილიჩ დაროღლუ კი დროს წელავს. შედეგად, ქემალისტური პარტია შესაძლოა ხანგრძლივი შიდა დაპირისპირების გზას დაადგეს. თურქი ექსპერტების თქმით, პარტია ამჟამად 3 ბანაკადაა დაყოფილი. ყველაზე პატარა ქემალ ქილიჩ დაროღლუს მხარეა. მეორე ფლანგი ოზგურ ოზელის მომხრეებია, მათ შორის სტამბულის პატიმარი მერი იმამ ოღლუ. მესამე ბანაკი პარტიის ნეიტრალური გადაუწყვეტელი წევრებისგან შედგება. სწორედ მათ მიმართა მხურვალედ ანკარის მერმა და ამ პარტიის წევრმა მანსურ იავაშმა და პარტიის საგანგებო ყრილობის ჩატარებისკენ მოუწოდა. ამით ის პარტიაში შიდა განხეთქილების გაღრმავების თავიდან აცილებას ცდილობს. იავაში ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ფიგურაა. მისი სახელი დაკავშირებულია ქემალისტური პარტიის ერდოღანზე ერთადერთ გამარჯვებასთან.
2019 წელს იავაშმა ანკარის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა თანაპარტიელმა ეკრემ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნები მოიგო. მაშინ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ბევრი წინასწარ მეტყველებდა, რომ ეს ერდოღანის დასასრულის დასაწყისი იყო, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. სტამბოლის მერი იმამოღლუ დააპატიმრეს. იავაშმა კი უარი თქვა პარტიის ლიდერობაზე და მთელი ყურადღება ანკარის მერის მოვალეობაზე გადაიტანა. ახლა სწორედ მას და მის ავტორიტეტს შეუძლია შეარიგოს დაპირისპირებული მხარეები. მეორე მხრივ, ქემალისტური პარტიის უბრალო მომხრეები უკმაყოფილონი არიან პარტიის მეთაურებით. მათი აზრით, პარტია მათ ელიტურ კლუბად იქცა. გაჩნდა აზრი, რომ პარტიული ისტაბლიშმენტი კულუარებში წყვეტს პოლიტიკურ საკითხებს. ამიტომ პარტიის რიგითი წევრები ამ პოლიტიკური ძალის რადიკალურ განახლებას ითხოვენ. როგორც ქემალისტური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა. დემოკრატია უპირველეს ყოვლისა თვით პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესების განვითარებას ნიშნავს. როგორც კანადის პროვინცია ალბერტას პრემიერ-მინისტრმა ქალბატონმა დანიელა სმიტმა განაცხადა, მისმა მთავრობამ გადაწყვიტა პროვინციის კანადიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. რეფერენდუმი 2026 წლის 19 ოქტომბერსაა დანიშნული. მანამდე სეპარატისტულმა ჯგუფმა Stay Free Alberta-მ რეფერენდუმის ჩასატარებლად 300,000-მდე ხელმოწერა შეაგროვა. მეორე მხრივ, რეფერენდუმის ჩატარების ფაქტი სულაც არ ნიშნავს, რომ პროვინცია კანადისგან გამოყოფას შეძლებს. ეს საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი იქნება იმ 10 კითხვიდან, რომელსაც ალბერტას მოსახლეობა 19 ოქტომბერს გასცემს პასუხს. კითხვა კი ასეთია: უნდა დარჩეს თუ არა ალბერტა კანადის შემადგენლობაში? თუ ალბერტას მოსახლეობის უმრავლესობა პროვინციის კანადიდან გასვლას დათანხმდება, მაშინ უკვე დაიწყება გამოყოფის ხანგრძლივი პროცესი. სეპარატისტული განწყობა კანადაში არ ახალია. ისტორიულად კვებეკის პროვინციაში იყო ყველაზე ძლიერი სეპარატისტული მოძრაობა, რადგან ეს პროვინცია ფრანგულენოვანია, იყო დრო, როცა საფრანგეთი მას მხარს უჭერდა. ამის გამო საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა თავისი ერთ-ერთი გამოსვლით დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. მან კვებეკელებს პირდაპირ მოუწოდა კანადიდან გამოყოფისკენ. პროცესი ბოლოს და ბოლოს ჩაცხრა, როცა 1995 წლის რეფერენდუმზე კვებეკელების უმრავლესობამ კანადიდან გამოყოფაზე უარი თქვა. ახლა იგივე ვითარება ალბერტაში. სეპარატისტული განწყობა პროვინციაში მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობდა, მაგრამ მას ცოტა ადამიანი თუ იზიარებდა. ბოლო წლებში მოძრაობამ ახალი იმპულსი შეიძინა, რომლის მიზეზად კანადის მთავრობის პოლიტიკით მოსახლეობაში გამოწვეული უკმაყოფილება ჩაითვალა. ალბერტაში არსებულმა ნავთობსაბადოებმა ალბერტა კანადის ერთ-ერთ უმდიდრეს პროვინციად და ქვეყნის ნავთობ ინდუსტრიის ცენტრად აქცია. კანადის ლიბერალურმა მთავრობამ ჯასტინ ტრუდოს მეთაურობით ნავთობ გადამამუშავებელი ინდუსტრიისა და გარემოს დაცვის რეგულაციები გაამკაცრა, რამაც ალბერტაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილება კიდევ ერთმა რეგულაციამ გაამწვავა, რომელიც მდიდარ ალბერტას კანადის ნაკლებად წარმატებულ პროვინციებთან ათანაბრებს. ამ კანონის მიხედვით ალბერტას ბიუჯეტის ნაწილი სხვა პროვინციების დასახმარებლად გამოიყენება. ამას ისიც ემატება, რომ ალბერტას მოსახლეობის უმრავლესობა ისტორიულად უფრო კონსერვატულია, ვიდრე კანადის ცენტრი. ისინი თავიანთ თავს ამერიკულ მაგას ადარებენ, ანუ ასეთი განწყობა აქვთ: Make Canada Great Again. ამან კი
დონალდ ტრამპი იმდანად მოხიბლა, რომ მისმა მთავრობამ ალბერტას კანადიდან გამოყოფის მოძრაობის წაქეზება დაიწყო. გასულ იანვარს შტატების დელეგაცია არაოფიციალურად სამჯერ ეწვია ალბერტას. მანამდე ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ ალბერტა კანადას გამოეყოფა. ცხადია, ტრამპი და მისი მინისტრი მხოლოდ ნავთობის ინდუსტრიით არიან დაინტერესებულნი. ალბერტას პროვინცია ამერიკის მონტანა შტატს ესაზღვრება და მილსადენით ნავთობი ადვილად აღწევს კანადიდან შეერთებულ შტატებამდე. ტრამპს კანადური ნავთობის იმპორტის გაიაფება სურს, რასაც კანადის მთავრობა ეწინააღმდეგება. კანადის პრესაში გაჟღერდა, რომ შესაძლოა სწორედ ალბერტა გახდეს ამერიკის 51 შტატი. ითქვა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის მეორე დღესვე ალაპარაკდა კანადის ამერიკასთან შეერთებაზე. და რადგან ეს არ მოხდა, ახლა მიდგომა შეიცვალა. სურს ნელ-ნელა ულუფებად გადაყლაპოს კანადა. ბუნებრივია, ყველაფერ ამაზე უარყოფითად რეაგირებს კანადის მთავრობა და მისი ახლანდელი მეთაური მარკ კარნი. მან წინათ კაცრად მოუწოდა ამერიკის მთავრობას კანადის სუვერენიტეტის პაწივისცემისკენ. ახლა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ალბერტას პროვინციის მთავრობის წამოწყება. კარნიმ ეს კანადური რეფერენდუმი ბრექსიტის რეფერენდუმში ადარა. ასე თქვა, საკუთარი თვალით ვნახეთ, რა მოხდა ბრიტანეთში. მაშინ მოსახლეობას არ წმუნებდნენ, რომ გამოყოფა ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. ახლა კი უმრავლესობას სინანული დაეუფლა ამის გამო. რაც შეეხება ალბერტას, მარკ კარნიმ იკითხა, სასარგებლოა თუ არა კითხვის დასმა პროვინციის გამოყოფაზე და თვითონვე უპასუხა, რომ არა. რა თქმა უნდა, ალბერტას მოსახლეობის დემოკრატიული ნება მისცეს თუ არა ხმა ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, არ უნდა მისცეს. კანადის პრემიერმა ალბერტას ამორჩეველს მოუწოდა კარგად დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე. 1895 წელს ინდოეთის გულში, გუჯარათში, ნავანაგარის მაჰარაჯების ოჯახში ვაჟი დაიბადა. სახელად დიგვი ჯაი სინჰჯი. მოგვიანებით თავისი გმირული საქციელის გამო მას ინდოელ შინდლერს შეარქმევენ. პატარა მაჰარაჯა თავისი ოჯახის ტრადიციებზე იზრდებოდა. ჯერ ინდოეთში სწავლობდა, მერე ინგლისში მიიღო ბრწყინვალე უმაღლესი განათლება და ბოლოს სამხედრო სამსახურში ჩადგა. ბრიტანეთის ინდოეთის არმიაში ყველა სამხედრო საფეხური გაიარა. მონაწილეობდა ექსპედიციებსა და ბრძოლებში. მხედრული დამსახურებისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1920 წელს ერთა ლიგის პირველ შეხვედრაზე ბრიტანულ ინდოეთს წარმოადგენდა. 1933 წელს ბიძის გარდაცვალების შემდეგ დიგვი ჯაი სინჰჯიმ მაჰარაჯას ტიტული მიიღო და ნავანაგარის სამთავროს მმართველი გახდა. შეგახსენებთ, მაჰარაჯა მთავრის მეფის ან სუვერენული მმართველის უმაღლესი არისტოკრატული ტიტულია. ბრწყინვალე მოღვაწეობისთვის ბრიტანეთმა მაჰარაჯა დიგვი ჯაი სინჰჯი არაერთი ორდენითა და ტიტული დააჯილდოვა. მას ინდოეთის ვარსკვლავისა და ინდოეთის იმპერიის ორდენების რაინდ კომანდორის წოდებები მიენიჭა. იყო პრინცთა პალატის თავმჯდომარე. მეორე მსოფლიო ომის დროს კი იმპერიული სამხედრო კაბინეტის თავდაცვის ეროვნული საბჭოსა და წყნარი ოკეანის სამხედრო საბჭოს წევრი. ომის შემდეგ ნავანაგარი დამოუკიდებელ ინდოეთს შეუერთდა. დიგვი ჯაი სინჰჯის კი 1956 წლამდე ამ მხარის მმართველის პოსტი ეკავა. იგი გაეროში ინდოეთის დელეგაციის მეთაურის მოადგილე და გაეროს ადმინისტრაციული ტრიბუნალისა და კორეის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მაგრამ დიგვი ჯაი სინჰჯიმ მთელი მსოფლიოს ყურადღება მეორე მსოფლიო ომის დროს მიიპყრო. 1939 წელს
ომის დასაწყისში მოლოტოვ-რიბენტროპის ცნობილი პაქტის მიხედვით საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთი გაიყო. შედეგად საბჭოთა ხელისუფლებამ მრავალი ათასი პოლონელი სამხედრო პირი დააკავა და ანტისაბჭოთა განწყობის ოჯახები გაანადგურა. ბევრს მშობლის უფლება ჩამოართვეს და ბავშვები უპატრონო ბავშვთა სახლებში გაამწესეს. 1941 წელს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი პოლონელი მოქალაქეები გაათავისუფლა. ბევრ მათგანს შუა აზიის გავლით საბჭოთა კავშირის დატოვება და პოლონეთის ანდერსის არმიაში სამსახური შესთავაზეს, რომელიც დასავლელი მოკავშირეების ძალებს უნდა შეერთებოდა. ევაკუირებულთა შორის ბევრი პოლონელი ობოლი ბავშვი იყო, რომელიც მანამდე საბჭოთა საბავშვო სახლებში იმყოფებოდა. როცა ევროპაში ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის საშენელებები განვითარდა, პოლონეთის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის პირველმა პრემიერ-მინისტრმა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვლადისლავ სიკორსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს წერილი მისწერა, რომელშიც ობოლი ბავშვებისთვის თავშესაფარს თხოვდა, მაგრამ ომში ჩართულ ინგლისში მათთვის თავშესაფარი ვერ მოინახა. ბრიტანეთის მთავრობამ მოკავშირე ქვეყნებს სთხოვა დახმარება. ბავშვები, დასუსტებულები და ტრავმირებულები თავშესაფარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეძებდნენ. ობოლი პოლონელი ბავშვები, ებრაელებიც და ქრისტიანებიც გაურკვეველი მომავლის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი 740 ბავშვი, რომელიც შუა ოკეანეში ეულად მოცურავე გემზე იჯდა, გადარჩენას ელოდა, მაგრამ მათ არავინ არ იღებდა. დამძიმე და საშინელ დროს იმედის სხივი გამოჩნდა. გუჯარათის კეთილმა მაჰარაჯამ პოლონელ ბავშვებზე ზრუნვა იკისრა, მაგრამ ბრიტანეთის იმპერიამ ბავშვების მიღებაზე მას უარი უთხრა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არისო. ამასობაში ბავშვებს საკვები და მედიკამენტები გაუთავდათ. ეს ამბავი დიგვი ჯაი სინჯის ყურამდე მივიდა. როცა აცნობეს, რომ 740 ბავშვი ზღვაში იყო ჩარჩენილი, რადგან ისინი ბრიტანეთმა ინდოეთის არცერთ პორტში არ შეუშვა, მან მხოლოდ ერთი რამ თქვა: ბრიტანელებს შეუძლიათ ჩემი ნავსადგურები აკონტროლონ, მაგრამ ჩემს სინდის ვერ გააკონტროლებენ. ეს ბავშვები ნავანაგარში ჩამოვლენო. მრჩეველებმა გააფრთხილეს, რომ ეს ბრიტანეთთან დაპირისპირებას ნიშნავდა. მაჰარაჯას პასუხი იყო: მაშინ დამუპირისპირდები. და 1942 წლის აგვისტოში ცხუნვარე მზის ქვეშ გემი ნავანაგარის პორტში შევიდა. ბავშვებს პირადად მაჰარაჯა დახვდა და მიესალმა. ასე უთხრა: თქვენ ობლები აღარ ხართ, ჩემი შვილები ხართ, მე თქვენი ბაპუ, ანუ თქვენი მამა ვარო. ასე აღმოჩნდნენ პოლონელი ბავშვები ნავანაგარის სამთავროს ტერიტორიაზე. მაჰარაჯას ინიციატივით 1942 წლიდან სამთავროში ბავშვთა დროებითი განთავსების პუნქტების მოწყობა დაიწყო. მაჰარაჯას განკარგულებით ისინი უზრუნველყვეს საკვებით, თავშესაფარითა და სამედიცინო დახმარებით. უფრო მეტიც, მათთვის მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და მოინახა სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობა. 4 წლის განმავლობაში, სანამ მსოფლიო ომი მძვინვარებდა, 740 ბავშვი ცხოვრობდა არა როგორც ლტოლვილი, არამედ როგორც ნამდვილი ოჯახი. ბავშვთა დასახმარებლად დიგვი ჯაი სინჯიმ სხვა სამთავროთა მაჰარაჯებით ჩააბა ამ კეთილ საქმეში. მსგავსი ბანაკები გაიხსნა სხვა დასახლებებშიც, რომელთა მოწყობას პოლონეთის დევნილი მთავრობა უწყობდა ხელს. მათი მხარდაჭერით დიგვი ჯაი სინჯიმ მოსწავლეებს პოლონურ ენაზე განათლების მიღების საშუალება მისცა და ლტოლვილთა ბანაკებში კათოლიკე მღვდლები მიიწვია. მაჰარაჯას ინიციატივით პრინცთა პალატამ ბანაკების შესანახად ფინანსების რეგულარული გამოყოფა დაიწყო. 1942-48 წლებში ბანაკებში დაახლოებით 20,000
პოლონელი ლტოლვილი იმყოფებოდა, რომელთაგან 6000-მდე პირმა ომის დასრულებამდე ინდოეთში მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღო. ომის დამთავრების შემდეგ ლტოლვილების დიდი ნაწილი პოლონეთში დაბრუნდა. ნაწილი კი სამუდამოდ დარჩა ინდოეთში. დიგვი ჯაი სინგჯი არასოდეს არ უსვამდა ხაზს თავის ასეთ კეთილშობილ საქციელს. თუმცა ერთხელ პოლონელებთან საუბრისას სურვილი გამოთქვა, გათავისუფლებულ პოლონეთში ერთ ქუჩას მისი სახელი დარქმეოდა. სამწუხაროდ მისი ოცნება მისი ცოცხლეში ვერ ახდა. პოლონეთის კომუნისტურმა რეჟიმმა ობლების ბედი ყველას დაუმალა, რადგან ეს წითელი არმიის დანაშაულზე მეტყველებდა. ცივი ომი რომ დასრულდა, ეს ამბავი მსოფლიოს მოედო. დიგვი ჯაი სინგჯი პოლონეთის უმაღლესი ჯილდოებით დაჯილდოვდა. ასევე ვარშავაში ერთ მოედანს კეთილი მაჰარაჯას სახელი ეწოდა, მაგრამ მისი ნამდვილი ძეგლი ქვისგან კი არ არის გაკეთებული. მისი ძეგლი მის მიერ გადარჩენილი 740 სიცოცხლეა. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.